საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პროექტის ფარგლებში ამჯერად ჟურნალისტებს ხვდება. კულტურის მინისტრი პირდაპირ ეთერში ვთავთ გურამ უდიშაძეს. ციფრებიც იქნება შესანიშნავი, მე არ ველოდი რომ აი ესე მალე გამოსცემდნენ ამ ჟურნალს ორ ენაზე და ძალიან კარგია და ეს არის კულტურა ციფრებში. რამდენიმე სათაურიდან შეარჩიეს მეგობრებმა ეს და არავით არ მნიშვნელობა აქვს რომელი დეპარტამენტის იყო, მე ვიცი რომ დეპარტამენტიდან იყო რამდენიმე წინადადება რა უნდა შევხვდეთ. ეს არის ერთი გუნდის დასათაურება. როდესაც ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა გაიმეორა რამდენჯერმე და განსაკუთრებით არჩევნების დროს 2012-ში და შემდეგაც ამბობდა რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ჩვენ სწორედ ამ სულისკვეთებით შევდექით მუშაობას სამინისტროში და აი გავიდა დრო და ამ არჩევნების შემდეგ შეიქმნა სიტუაცია რომ მართლაც ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინით თავართ 2014 წელი იქნება ეს შესანიშნავი წელი, იქნება თანაბარი განვითარების წელი ყოველგვარი ზე პოლიტიკური გადახურებული სივრცისა და იქნება სწორედ რომ შემოქმედებითი საქმიანობის წელი 2015-16 კიდევ უფრო უკეთ და ასე შემდეგ. სამინისტროს ხელმძღვანელები იცვლებიან, მაგრამ უცვლელია თვითონ ზრუნვა კულტურაზე და ხელოვნებაზე, უმნიშვნელოვანესია მემკვიდრეობითობის შენარჩუნება ასე დროს. და როდესაც ჩვენ მოვედით, ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო ეს, თუ რაც კარგია, რაც აუცილებლად შესანარჩუნებელია და რაც უნდა განვავითაროთ, ეს არის მემკვიდრეობა, ოღონდ რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა დინამიკას კარგავს თავისას, თუ სიახლეები არ ჩაენაცვლა ზოგიერთ მიმართულებას თუ რეფორმატორულად არ შევხედეთ ჩვენ იმას, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მაგრამ ცვლილებების, ახალი ხედვისა და ახალი გადაწყვეტილებების რეფორმების გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა ნაბიჯს ვერ გადავდგამდით. ჩვენ პირველ წარმატებულ ნაბიჯად მივიჩნიეთ ის, რომ ფართოდ გავაღეთ სამინისტროს კარები, მოვიწივეთ ყველა, მე დამეთანხმებიან მასმედიის წარმომადგენლები, რომ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ დროს გავცემთ ხოლმე მათ, გვაქვს უამრავი პრესკონფერენცია და რაც მთავარია, ჩვენ პერიოდულად ვაწყობთ მრგვალ მაგიდებს, შეიქმნა საბჭოები, შეიქმნა კომისიები, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები არიან ჩართული. ანუ საზოგადოების ჩართულობა ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ და მაქსიმალურად გავზარდეთ და ავამაღლეთ თავად გამჭვირვალეობა ჩვენი მუშაობის. პირადად მე გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ერთი წლის წინ ამ ორი თვის განმავლობაში 2000 ადამიანი მივიღე, ვისაც სურდა შეხვედრა, ვისაც სურდა საუბარი. რა თქმა უნდა, ეგ არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ მაშინ სწავლობდით იმას, თუ სადა ვართ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორი ნაბიჯებით ვიაროთ და გარდა ამისა სწავლობდით იმ პრობლემებს, რომლებიც ჰქონდათ ამ ადამიანებს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გამოიკვეთა მაშინათვე ეს არის რეგიონების, სადაც მინავლებულია კულტურული ცხოვრება, ხელის შეწყობა და განვითარება. უპირველეს ყოვლისა, რეგიონებში დავიწყეთ კულტურული ცენტრების ჩამოყალიბება. როდესაც მოვედით, ვიკითხეთ თუ რამდენი კინოეკრანი არსებობს საქართველოში, აღმოჩნდა რომ თბილისში არის 4, ბათუმში არის 1, არც მეტი, არც ნაკლები. აი რაც არ უნდა კინო გადაიღო საუკეთესო, რომ გინდა აჩვენო დიდ ეკრანზე შენ ხალხს, ვერავინ ნახავს ამ 5 ეკრანზე. ამიტომ პირველ რიგში დავიწყეთ შევისწავლეთ ის კლუბები, ხელოვნების სახლები, სადაც შეიძლება კინო თეატრის მოწყობა. და უკვე დღეს თუ არ ვცდები ბატონო ბატრი 14 კინოთეატრი ახალი გვაქვს. ანუ 21 ეკრანი გვაქვს უკვე საქართველოში. და რადგანაც ეს წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ჩვენ მომავალ წელს უკვე ვამატებთ 40 ეკრანს და საერთო ჯამში უკვე იქნება 70-ზე მეტი ეკრანი. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კინოჩვენება, ეს არის ადგილი, სადაც კულტურული ცენტრი იქმნება უკვე, რომელსაც მომავალ წელს უფრო შევაშველებთ ხელს და სადაც იქნება ადგილი დისკუსიებისთვის, მხატვრული ფილმების ჩვენების გარდა, დოკუმენტური ჩვენების გარდა, შეგვიძლია იქ პატარა კონცერტიც მოეწყოს, ჩამოვიდეს საინტერესო ადამიანები, რათა რეგიონებში გამოცოცხლდეს ეს ცხოვრება კულტურული. აქ ბრძანდება ქალბატონი ნანა ჯანელიძე, რომელიც უკვე ანვითარებს, იწევს ამ პროექტის განვითარებას, ტრენინგ, სემინარები, დიდი მადლობა ქალბატონო
გაუხსნა შეხვედრები, იმიტომ რომ რეგიონში მე შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც ქართული ფილმის ფენომენი ეგ სიტყვა საერთოდ საიდან მოვიდა არ იციან, აი ფელინს თავი დავანებოთ და ალმადოვარ ბევრი რამ, ეს მათი ბრალი არ არის. ეს არის ჩვენი ბრალი, ჩვენ ვერ მივედით მათთან და ჩვენ სწორედ ეს საშუალება მოვზებნეთ, რომ ჩვენ მივდივართ მათთან და იქ არის უამრავი პრობლემა ლიტერატურასთან, სახვითხელოვნებასთან, მუსიკასთან დაკავშირებული, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს მათთვის ცნობილი და აუცილებლად უნდა დაიწყოს რეგიონებში თანაბარი განვითარება. არ შეიძლება რომ მხოლოდ ერთი დიდი ქალაქი, დედაქალაქი ცხოვრობდეს სავსე ცხოვრებით, ხოლო რეგიონები იყვნენ აი ასეთი რაღაც მინავლებული კულტურული ცხოვრებით. ამ პროექტებს ჩვენ განვავითარებთ მომავალ წელს კიდევ უფრო. რეგიონებში ადრე ჩადიოდნენ შემოქმედებითი კოლექტივები, იყო კონცერტები, იყო შეხვედრები, მაგრამ წელს შეიძლება ითქვას, რომ მასიური ჩასვლა დაიწყო მასტერ-კლასების მოწყობა, ეს არის ცნობილი მუსიკოსები, ცნობილი მხატვრები ჩადიან და ესეც გაამართლა ამ პროექტმა და ამას ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ და გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ რეგიონებისთვის, როცა ჩავდივართ, სულ ამას გვეუბნებიან ხოლმე. ამას წინათ დავაფინანსეთ დევნილთა დასახლებაში არსებული 12 სახელოვნებო სკოლა, რისი წყალობითაც დასაქმდა 72 პედაგოგი, ხოლო 1000-მდე ბავშვი უფასო განათლებას მიიღებს. განსხვავებით სხვა წლებისაგან 59 სამუსიკო სკოლას დაურიგდა მუსიკალური ინსტრუმენტები, მუსიკალური ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, 20 მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლებს გადაეცათ სამხატვრო ინვენტარი. სამინისტროთა და თიანეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს მოხდა პირველად სხვადასხვაობით და ამჟამად მიმდინარეობს თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. 46 ფოლკლორული 8 საესტრადო ანსამბლს გადაეცათ მათ შესაბამისი ინსტრუმენტები. ასევე არ შემიძლია მე კი ვთქვი, რომ სტატისტიკას მოვერიდები, მაგრამ რომ ხარაგაულის სახალხო თეატრმა მიიღო თურქეთში მონაწილეობა თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე და აიღო გრან-პრი. ასევე ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა მთის რეგიონები მოიარა, 5 რეგიონი მთის, სადაც ჩატარდა შესანიშნავი ლიტერატურული შეხვედრები. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონების 75%-ზე მეტი მოვინახულე პირადად მე და ვიყავი ადგილობრივ მუზეუმებში, სამუსიკო, სამხატვრო სკოლებში, თეატრებში, კლუბებში, შემდეგ იკრიბებოდა კულტურის მესვეურები, წარმომადგენლები და ქონდა ძალიან დიდი შეხვედრა. ეს იყო ძალიან დატვირთული დღეები და ამ შეხვედრისას ჩვენ ვიგებდით იმ პრობლემებს თუ რაც ჭირთ მათ და რაში შეგვიძლია ჩვენ მათ დახმარება გავუწიოთ. მართალია ისინი აბსოლუტურად უმრავლესობა არის მუნიციპალური დაქვემდებარების, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენ გვაქვს კეთილი ნება, რომ დავეხმაროთ მათ და ვეხმარებით ყოველნაირად. და ჩვენი სამსახურის თანამშრომლებიც ასევე ხშირად ჩადიან ხოლმე რეგიონებში და ვერავინ ვიტყვის, მე იმედი მაქვს აწი, რომ არავინ არ ჩამოდის კულტურის სამინისტროდან და ზოგ ადგილას ისიც ხსმენია, რომ 10 წელია, 20 წელია, რომ საერთოდ კულტურის მინისტრი არ გვინახავს ჩვენთან. იმისათვის, რათა მომავალში მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეთ რეგიონებს, რათა გაღრმავდეს დეცენტრალიზაციის პროცესი, აუცილებელია ერთმანეთს კარგად ესმოდეთ ცენტრსა და რეგიონებს. ეს თავად რეგიონების მესვეურები ხშირად უნდა იკრიბებოდნენ, მაგრამ მათ ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ ვერ მოძებნეს საშუალება, თუ სად შეიძლება ეს შეკრება მოაწყო ადამიანმა და ჩვენ დავიწყეთ სწორედ ასეთ შეკრებები. აქ აი ამ დარბაზში იკრიბებიან გამგეობის საკრებულოს თავკაცები. ეს გურამ მუდეშარი წლიური ანგარიში იყო ჩვენ